მე მახსოვს ერთი პერიოდი, როდესაც მიშა სააკაშვილს აკრიტიკებდა ჩემის ცოტა სნობური გარემოცვა. ძირითადად მას უწუნებდნენ აი მანერას, სიცილის მანერას, კვების მანერას, დადის, არ იყო ჩვეულებრივი, არ იყო სტანდარტული. არ იყო და შესაბამისად აი ეს არასტანდარტული ტიპები ადამიანებს ძალიან აფრთხობთ და აი ესეთი ადამიანების მიმართ აქვთ რაღაცნაირი სნობური და რაღაცნაირი მიუღო, რადგან არ არის ყველასნაირი და რადგან რაღაცა საერთო სტანდარტს არ აკმაყოფილებს, რომელიც ვიღაცებმა რატომღაც შექმნეს და აუცილებლად ისეთი უნდა იყო, როგორი სტანდარტით შეიქმნა, ესეთი ადამიანების მიმართ აქვთ რაღაცნაირი დამოკიდებულება. თუმცა მე ვფიქრობ, რომ აი თქვენმა თაობამ ახლა იცი როგორ ყველაფრის მიმართ მიმღებლობა გაქვთ. იმიტომ რომ ზუსტად იცით როგორ იარსებოთ, განათლება გაქვთ, თქვენ ვეღარავინ ვეღარ მოგატყუებთ იმას, რომ ადამიანი შეიძლება სკრინინგზე შევიდეს და საშულოსნო ამოჭრან იქ ისე რომ ვერ გაიგოს. ანუ თქვენ ამაზე გაგეცინებათ. და იყო დრო ეს პროპაგანდა ადამიანებზე მუშაობდა. ანუ თქვენ ხართ რისერჩების ეპოქაში, ბავშვები, თაობა, რომლებიც ყველაფერს ამოწმებთ და მე თქვენ ახლა რაცა უნდა მოგიყვეთ, თქვენ ამას 2 წამში გადაამოწმებთ და მის სიზუსტეს შეამოწმებთ და ასე ადრე არ ხდებოდა და შესაბამისად დამოკიდებულებაც რაღაც ცოტა განსხვავებული ადამიანების მიმართ იყო სხვაგვარი, მაგრამ ეს შემორჩენილია, იმიტომ რომ ჩვენ ხო პოლიტიკაში იმდროინდელი ხალხი იყო, ჩვენ ხო პოლიტიკაში ახალი სისხლი, ახალი თაობა არ არის, არაფერი არ არის.